მოგესალმებით გასაწევრი მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახეები. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება ბატონი ნუკრი პაპუნაშვილი. უფრო დაწვრილებით მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი კირჩხიბი, საყვარელი ქალაქი გორი, ოცნება საქართველოს გაერთიანება და ეკონომიური გაძლიერება. საყვარელი მწერალი ილია ჭავჭავაძე, ჰობით ევზაობა, საყვარელი სარკმელი ხინკალი. წელიწადის საყვარელი დრო, გაზაფხული, იდეალური პიროვნება ილია ჭავჭავაძე. ბიოგრაფიული შტრიხები. ნუკრი პაპუნაშვილი 1961 წლის 5 ივლისს დაიბადა სოფელ შინდიში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1979 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. მისი დამთავრებისთანავე 1984 წელს მუშაობა დაიწყო შინდისის მეურნეობაში საწარმოო ბრიგადირის ბრიგადირად. 1986 წლიდან 1991 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იგი არჩეულ იქნა შინდის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ, ხოლო 1997 წელს გადაიყვანეს გორის მერიის მთავარ მრჩევლად თვითმმართველობის საკითხებში. 1998-2000 წლებში იყო გორის ვიცე-მერი სოფლის მეურნეობის საკითხებში. 2000-2003 წლებში ეწეოდა ინდივიდუალურ მეწარმოებას და მუშაობდა იმ საწარმო პანაცეას ხელმძღვანელად. 2003 წლიდან კი გორის რაიონის გამგებლის მოადგილე დაინიშნა. ჰყავს მეუღლე, 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ნუკრი პაპუნაშვილი საკმაოდ ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ყოფილა. მას ძალიან ყვარებია ფეხბურთი და სურდა ფეხბურთელი გამხდარიყო. მისი მშობლები, მამა ოთარ პაპუნაშვილი მასთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრი ყოფილა. დედა ქალბატონი ლამარა უროტაძე კი მობიერი და დამთბობი. იგი დედმამიშვილებში ყველაზე უფროსია, ჰყავს უმცროსი და-ძმა. სკოლის პერიოდში ბატონ ნუკრის მათემატიკური საგნები უფრო უყვარდა, ვიდრე ჰუმანიტარული. ამიტომაც გადაწყვიტა ეკონომისტი გამხდარიყო. იმ პერიოდში, როდესაც იგი აბარებდა მისაღებ გამოცდებს, ძირითადად მოდური სამი პროფესია იყო: იურიდიული, სამედიცინო და ეკონომიური. ამ სამიდან მან უკანასკნელი აირჩია. ჩემგან იურისტი ვერ დადგებოდა, ზედმეტად გულჩვილი ვარ, ხოლო რაც შეეხება ექიმობას, ექიმი ნამდვილად ვერ გავხდებოდი, რადგანაც ექიმის მეშინია და საერთოდ ნემსის. ცხოვრებაში ნემსიც კი არ მაქვს გაკეთებული. გვიმხარ საუბარში ბატონი ნუკრი. ერთი რაც მახსენდება, მაინც სოფელში ვიზრდებოდი ყოველთვის. განსაკუთრებით ზაფხულში, ახლობლები დედაქალაქიდან დასასვენებლად შეიძლება მაშინაც ითქვას დასასვენებლად. და ყოველთვის ჩემზე უფროსებს, განსაკუთრებით გოგონებს ყურადღებას ვაქცევდი. დავინახავდი სოფელში ცოდნა ხოლმე ესეთი შემთხვევები იყო. ბიჭებთან როდი და სულ ჩხუბობდი, ბიჭებთან არ დაგინახოთ. თან ცოდნია ერთი რაღაც საერთოდ დავждდებოდი. სულ სამაური დავждდებოდი და ყურადღებიანი ყოფილი ვარ ახლობლების მიმართ. განსაკუთრებით ქალების მიმართ. აი შემდგომ პროექტად შეხვდა სკოლას და სტუდენტებს, აი რატომ გაიძახეთ რომ ეს პროფესია აღიარჩიეთ? სკოლა 1978 წელს 1978 წელს დამთავრდა სკოლა. მაშინ ეს თქვენ ნაკლებად გახსოვდეთ. მაგრამ ძირითადად მაინც ყველა ახალგაზრდა იურისტობისკენ იურისტობაზე ოცნებობდა. ოცნებობდნენ ყოველთვის ეცინებიან რომ საუბრობ სამედიცინო ინსტიტუტი მოდოდა ხარ. ესეთი სპაშოვის მაშინაც და ეხლაც სასტიკად მეშინია შეიძლება ითქვას, არ მიგვარს ნერსი. არ შემიძლია უყურო ნერსის გაკეთებას. ტელევიზორშიც კი. ასე რომ გამოვიცხოვი იყო. სამედიცინო ინსტიტუტი ჩემთვის ძალიან შორს იქნებოდა. იურიდიული რატომ გამოიყვანეთ? ბუნებით არ ვარ იურისტი და მაშინ ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობდი. ესე ავარჩიე და სხვადასხვა ბავშვობიდან სკოლიდან ჩადებული ვიყო ეს. სარავის არ უთქვი ჩემს ეკონომისტობა მომდოვრა. ჩავაბარ ეკონომიკურ ფაკულტეტზე. დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი 94 წელს. მან 1979 წელს ჩააბარა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. სწორედ მისაღებ გამოცდებზე გაეცნო მომავალი მეუღლე ქალბატონი მაია ყაყიტაშვილი. როგორც ბატონი ნუკრი ჩვენთან საუბარში იხსენებს, სასიმამურ მას თხოვა თავისი ქალიშვილისათვის ყურადღება მიექცია. სწორედ ამ განსაკუთრებულად გამოჩენილი ყურადღების წყალობით მოხდა მათი ურთიერთგაცნობა, ურთიერთსიმპათია და შემდეგ 1992 წელს ამ სიყვარულის საფუძველზე ლამაზი, უდრო ოჯახის შექმნაც. აბიტურიენტები ვიყავით და მამისი გავიცანი. გოროლები ვიყავით ჩვენ ორივე. მეორე მისაღებ გამოცდაზე პირველზე გავიცანი, მეორეზე
მეგობრებს მე დამამისდე მე მოიყვანა ჩემი გოგონა და ყურადღება მიაქციო მე მაინც ყოველი მომაგაცი ვარ და შეუსრულე გაბილო ნუ დღემდე შეუსრულე აი თუ ასრულებს და პირობებსაც რომ ეხმარები ოჯახში ისედაც მომლეს ან განკეთებენ სამეცნიერო ხასია უნდა ისე მიხმარებით საჭმელის გაკეთებაში მე ვერ მივიხმარები. სხვადასხვა ოჯახში ამის მიხმარება არ ლარგობს. გვაქვს ახალგაზრდობიდან ჯერ ახალგაზრდები ვიყავით. საქმეს აზდიოდა, შემდეგ წამოიზარდნენ შვილებიც და ოჯახში ამ კუთხით პრობლემა არ აქვს. საჭუქრები ძალიან ხშირად არ მოულოდნელად გიმოყვას. ქალბატონი მაია მეუღლეს საკმაოდ დადებით პიროვნებად ახასიათებს. ყოველდღიურად გვიყვება და გვესაუბრება თავისი ოჯახის შესახებ. ქალბატონი მაიას პროფესიით ეკონომისტია. გათხოვების შემდეგ ის შინდისის წვენების ქარხანაში ბუღაზრად მუშაობდა 3 წლის განმავლობაში. მას შემდეგ სულ დიასახლისია, შვილებს ზრდის. საშუალება არ მიეცა იმის, რომ ემუშავა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან მთლიანად ოჯახს მიუძღვნა თავი. ქალბატონი მაია და ბატონი ნიკული 22 წელია რაც ერთად ცხოვრობენ. მართალია მათ ოფიციალურად მოაწერეს ხელი და ქორწილის გადაიხადეს, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ. თუმცა ნათქვამია ჯობს გვიან ვიდრე არასოდესო. და ისინი იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად დაიწერენ ჯვარს ეკლესიაში. შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურად კარგი პიროვნებაა ოჯახის. გაცნობის ისტორია მოყვა ბატონო ნიკული რამიანჩე სიმართლე ეს ყველაფერი სიმართლეა მომეჩემა გააცნო ჩემი თავი და მართლა უცხარ ყურადღება მიაქციობენ ისე რომ სიტყვაზე ცოლად წამოვეყვანე მეტი მოვიდა ეგეთი ყურადღება და შეიძლება მის უარყოფითი შესაძლებელი უარყოფითი შეიძლება ითქვას, რომ არა აქვს უარყოფითი, რომ უარყოფითად ჩავთვალ. ეს ყოველთვის იდეალური პიროვნება. ნამდვილად იდეალური პიროვნება. ხო, არა, ხარ ეჭვიანი, ან ხომ არ იყავით დასრულებით თუ ახალგაზრდობის პერიოდში. ეჭვიანი საერთოდ არა ვარ. არც დასრულში არ ყოფილი საფუძველი, არ მოუწია ისეთი საფუძველი. ყოფილიყავი ეჭვიანი. ხმარებოზე საბჭოთა და კონკრეტულად შეიძლება ითქვას, რომ არ მეხმარებოდა სუსტია. მოიკოჭებს. და შეიძლება ის ადგილების უნდა პრეტენზიული ხო არ არის. არა, ყველაფერი გემრიელი მოსწონს. დაწუნება არ იცის. კარგი ყველაფერი მოსწონს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ყავს განსაკუთრებით ხინკალი. მადლობელი იქნება, მადლობას მოიწვის. რა შეიძლება გასაკეთებ? შუქრების გაკეთება უყვარს. მამაც მომეცავს ხოლმე სამარს დაბადების და არ ამწყდება არასდროს. 1983 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო. შემდეგ კი ოტიკო. 1984 წელს მათ ოჯახს მესამე შვილი ნიკუშა მოევლინა. ნინო გათხოვილია და 2 შვილის დედაა. მას 3 წლის მიშიკო და 9 თვის სოფო ჰყავს. მან გორის სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა. ოტიკო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ნიკა კი ჯერ 13 წლისაა. იგი მერვე კლასშია და კერძო სკოლა იბერიაში სწავლობს. ჩვენ გავესაუბრეთ ნინოს. მან აღნიშნა, რომ ბატონი ნიკული საკმაოდ მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე მამაა, ზომიერად მკაცრიც. როგორც მამა ძალიან კარგი მამა იყო, მზრუნველი, თბილი, გრძნობიარე და ამავე დროს ძალიან მკაცრი. ნუ გახსენებით, რა შემიძლია გავიხსენო არაფერი ისეთი, არასდროს მამა ჩემთვის ზედმეტი არ უთქვია, ყოველთვის თბილი და ძალიან ისეთი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ერთმანეთში. და უკვე ამ პერიოდს უკვე რო გათხოვდი, აი პერიოდი ახლა როგორ ურთიერთობა ეხლაც ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ დღესაც, როდესაც მაქვს ჩემი ოჯახი, მყავს ჩემი ქმარშვილი, მამის ძალიან დიდი რიდი მაქვს და მამაჩემის ერთი შემოხედვა ჩემთვის ყველაფერია. ერთს აი უბრალოდ რომ შემომხედავს, ცოტა ისე რომ შევატყობ რაღაც არ მოეწყდა, ტირილს ვიწყებ უბრალოდ. ძალიან საინტერესო მამამ ძალიან ცუდად ხომ გოგოს გათხოვის ფაქტი, აი ამ ფაქტს როგორ შეიგუა? მე ვთვლი რომ ადვილად შეეგუა. მე მგონი არ გაძნელებია, იმიტომ ახლო ვართ ერთმანეთთან, ხშირი ურთიერთობა გქონდა, გავსხობდით თუ არ. ურთიერთშეთანხმებით მოხდა, არა. არც გაუპარული ვარ, არც მოუტაცი ვარ.
ჩვენი ქორწინება მოხდა ოფიციალური ნიშნობით, ოფიციალური ქორწილით. ისე მამამ ყველაფერი იცოდა. მამას უსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ყოველივეს კარგს, პირად საქმეებში დიდ წარმატებებს, ჯანმრთელობას პირველ რიგში. ნამდვილად ჭირდება. ბატონ ნუკრი სამზარეულოში ტრიალი მხოლოდ ერბო კვერცხის შეწვით შემოიფარგლება. ზაფხულობით თუ მეუღლე ბავშვებით არის გასული ქალაქიდან საშინელ მდგომარეობაში ვარდება. ხან მარილი ავიწყდება და ხანაც ყველაფერი ეწვება. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სულ გასულია ოჯახიდან. ისე თავისუფალ დროს თუ გამონახავ შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნა ძალიან ახარებს და ართობს. განსაკუთრებულად შვილიშვილებთან მიფერება და მიალერსება ყველა პრობლემას ავიწყებს. პატარები კი მისგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და ტკბილეულს ელიან. ბოლო დროს პაპისაგან მათ არც ახლად გახსნი აღდგენილ პარკში აკლიათ გასეირნება. თავისუფალი დრო კიდე დრო საერთოდ არ აქვს. ვიცი თქვენ ჩვენი ყოფა ცხოვრება დღევანდელი მათ შორის ჩვენ ქალაქში და რაიონში და სამსახურებრივად შეიძლება ითქვას მაქსიმუმ ბევრი არ ხმამაღლა ნათქვამია გამომივა ამის 24 საათიანი სამუშაო დღე აქვს. ასე რომ თავისუფალი დრო იმისათვის რომ რაღაცა სხვა კუთხით რომელიც ძალიან მიყვარს მას ბუნებაში გასეირნება თევზაობა უახლოესი წელიწადების და ცოტა მეტი საარჩევნო პოლიტიკა მე მაგრამ ხელისუფლებაში მოვიდოდით ჩემს უკვე უცხო გახდა. როგორც ცნობილია 2003 წლიდან ბატონი ნუკრი გორის რაიონის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. ვიცემერის თანამდებობაზე გასული საუკუნის 90-იან წლებშიც მუშაობდა, მაგრამ მაშინდელ ადგილობრივ ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. ამ ადგილიდან წასვლის შემდეგ იგი ინდივიდუალურ მეწარმოებას ეწევა ბიზნესში. შემდეგ კი ერთიანი აკციონერული მოძრაობის აქტიური წევრი ხდება და იწყებს ბრძოლას თავის თანამოაზრებთან ერთად ძველი ხელისუფლების უსამართლობების წინააღმდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ კი მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: რევოლუცია და გამარჯვება, იმედები და ხელისუფლებაში მოსვლა. ბატონი ნუკრი დღეს ძალიან დაკავებულია. თვლის რომ წინ ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ასაღორძინებელი საქართველოში. როგორც ყველა ნორმალური ქართველი უნდა ოცნებობდეს, ისიც ქვეყანაში წყნარ და მშვიდ ვითარებაზე ოცნებობს, სადაც მისი შვილები, შვილიშვილები და ყველა ერთად ბედნიერნი იცხოვრებენ. სწამსუმ ყველაფერი გამოსწორდება, აღმოიფრქვება ის ნაკლოვანებებიც, რაც დღეს არსებობს. ბატონი ნუკრი ბუნებით ოპტიმისტია და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავს. ჩემი რაც ყველაზე მთავარია იყოს ქვეყანა ერთიანი, მთლიანი, რაზედაც პირდაპირ დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება, ის მენავილად მეყარება ეს აუცილებლად იქნება და არც ისე შორს უსულო ყველა ქართველს ტრიანტერს ონისგორ და არა მარტო ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანების მთლიანობა, რაც მეტის ქართული კაცი ხალხებში შეხედავდა ქართულს, ნაცვლად ვაჟი გამოიძებდა, ვაჟი მოიძებდა, იმით იწყებოდა საკითხები და დობის ფაქტორი დღეს თულად არის საკითხები, იმიტომ რომ სამინოტარო ისე დაგჭირდეს და უმოწმო კაცს რომს ეთქვი არაჭერა ადამიანს. დღეს ყველა შემთხვევაში ბატონო დაწმუნებული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სიმინდის რომ უახლოეს მომავალში ყველა ქართულს შეუძლია პროგრესს ემდოს. დობის ფაქტორი აუცილებლად აღდგება. ეს მინდა უსულო. დანარჩენის ყველაფერს გაკეთება შეიძლება, არაფერი მართლა არ არის ძნელი. თავი ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს ვენდოთ, ერთმანეთს ვეფეროთ და გასაკეთებელი გაკეთება. ჩვენი გასაკეთებელი ეს. სხვა მოგვეხმარება, სხვა გულისხმობ. დასავლეთს ჩვენს მეგობრულ ქვეყნებს ეკონომიკურად გვეხმარებიან, ცოტა ძალიან ინგლისის არაკოს მე თუ მიშულება შეგვდა, თვითონ მაგავანზრიოთ და ძალიან მიხარებოს. გზას სწორი გზა და სწორად მივიდივართ. ხელის განძრება დავიწყეთ. თქვენებს ეკონომიკაში ძალიან ქვეყანაში ჩანს ხო დაიწყო. შეიძლება ვერ გამოიწვევს ჩემი თქვენ. რეალურად ეს ასე. ვისაც არ უნდა არ დაინახავს. ძალიან ცუდია რომ არ დაინახავს, მაგრამ მოვადორო ისინი დაინახავენ ეს მართლა ასეა და კეთდება. ნუკრი პაპუნაშვილი იმ ადამიანთა წრეს მიეკუთვნება, ვინც ყოველდღიურად მზად და აღასრულებს თავისი საპასუხისმგებლო მოვალეობა, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს.
იგი ყოველთვის ეცდება ემსახუროს საკუთარ სამშობლოსა და საზოგადოებას. საერთოდ დამეთანხმებით ნებისმიერი ადამიანი იმდენად რთული არსებაა, ძნელია მასზე ყველაფერი ამომტურავა თქვა, არაფერი გამორჩეს, ბოლომდე ჩაწვდე მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ოდნავ ვაით თუ შევძელით ნუკრი პაპუნაშვილის თქვენთვის ნაცნობი პიროვნების პორტრეტის შექმნა, ჩვენს მიზანსაც მიღწეულად ჩავთვლით. მოკლედ, აი ასეთი იყო ერთი ლამაზი დღე, კერძოდ კი სვეტ ცხოველების დღესასწაულის დღე ნუკრი პაპუნაშვილის ოჯახურ გარემოში. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოგიდგენთ ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.